მე-6 საათზე ბნელმა მოიცვა მთელი დედამიწა მე-9 საათამდე. მე-9 საათზე შეძახა იესომ დიდი ხმით. ელოი, ელოი, ლამა საბაქტანი. რაც ნიშნავს, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე? იქ მდგომთაგან ზოგიერთებმა მოისმინეს და თქვეს: აჰა, ელიას უხმობს იგი. ერთი ვიღაც გაიქცა. რუბელი ძმრით გაავსო, წამოაგო ლერწამზე და მიაწოდა დასალევად. თან ამბობდა: აბა ვნახოთ თუ მოვა ელია მის გარდმოსახსნელად. ხოლო იესომ ხმა მაღლა შეძახა და სული განუტევა. მაშინ ტაძრის ფარდა ორად გაიხა ზემოდან ძირამდე. როცა მის წინაშე მდგომმა ასისთავმა დაინახა, რომ ასე შეძახა და განუტევა სული, თქვა: ჭეშმარიტად ღვთისძე იყო ეს კაცი. აქ იყვნენ ქალებიც, რომლებიც შორიდან უმზერდნენ. მათ შორის მარიამ მაგდალელიც, იაკობ მცირისა და იოსეს დედა მარიამი და სალომე, რომელნიც მაშინ, როცა ის გალილეაში იყო, თან დაჰყვებოდნენ და ემსახურებოდნენ მას. ასევე მრავალი სხვაც, რომლებიც მასთან ერთად ამოვიდნენ იერუსალიმს. როგორც კი მოსაღამოვდა, ვინაიდან პარასკევი იყო, ანუ შაბათის დამდეგი, მოვიდა იოსებ არიმათიელი, რჩეველთა გამოჩენილი წევრი, რომელიც თავადად მოელოდა ღვთის სასუფეველს. თამამად შევიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. პილატეს გაუკვირდა, რომ იგი უკვე მკვდარი იყო. დაუძახა ასისთავს და ჰკითხა: დიდი ხანია მოკვდა? რომ შეიტყო ასისთავისგან, აჩუქა იოსებს გვამი. მან იყიდა ტილო, გარდა მოხსნა იგი, შემოახვია ტილო და დაასვენა სამარხში, რომელიც კლდეში იყო ნაკვეთი და დიდი ლოდი მიაგორა სამარხის კარზე. მარიამ მაგდალელმა და მარიამმა, იოსეს დედამაც, დაინახეს, სადაც დაასვენეს იგი.